ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრამ სიტყვერი დაპირისპირების და კამათის ფონზე ჩაიარა. კომისია ახლა წამლებზე ფას წარმოქმნის პროცესს სწავლობს და ფასების შემცირების რესურსს ეძებს. ერთ-ერთ ბერკეტად ყველა მედიკამენტზე აგრეთ წოდებული რეფერენტული ფასების დაწესება განიხილება, რასაც კერძო სექტორი არ ეწინააღმდეგება. ამ ეტაპზე მითითებული პროგრამა მხოლოდ 7000-მდე მედიკამენტზე ვრცელდება. რა გზით და როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასების შემცირება, კომპანიების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებია. კონკურენცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ, რომ კონკურენციას ხელს უშლიან ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად და აი კონკურენციას რომ ხელი არ შეუშალონ, ეს უნდა უზრუნველყოს სწორედ სახელმწიფო კონკურენციის სააგენტომ. თუ საჭიროა, ჩვენ კანონში შევიტანთ ცვლილებებს და დავამატებთ ფუნქციებს. თუ ფუნქციები აქვს, ეფექტურად უნდა მოხდეს ამის განხორციელება და ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, შესაბამის მათ შორის სააგენტოსთან და გამომდინარე აქედან ნახავთ, დარწმუნებული ვარ შედეგებს, რომ როდესაც შეიქმნება გარემო კონკურენციის ფასების დარეგულირება. სოფლიოშია ზოგადად ძალიან რთული ვითარება შექმნილი. ფასების ზრდასთან დაკავშირებით საკვირველია ესეც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ საქართველოში არის რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიწყებოდა ამაზე ინტენსიური მუშაობა. რომ გარკვეულწილად აი ამ სხვადასხვა სტრუქტურებს შორის ურთიერთობის მოგვარების მოხდეს გარკვეული ცვლილება ფასებისა შემცირების მიმართულებით. ეს იმედი აქვს კომისიას და ამ იმედს გარკვეული საფუძველი გააჩნია.